ერთადერთი გზა, რომ შენი ცნობიერების შეცვლაში უკეთესი გახდე, არის ის, რომ საკუთარი თავი დაიჭირო იმ მომენტში, როცა გაუცნობიერებელ მოქმედებაში გადადიხარ. თუ ამაში მართლა დახელოვნდები, ადრე თუ გვიან იწყებ ძველი პროგრამისგან გამოყოფას და შენი სუბიექტური თავის ობიექტურად დანახვას. ამ დროს ტვინსა და სხეულში ჩნდება დისონანსი, რომელიც ძალიან არასასიამოვნოა. ეს ძალიან რთულად ჩანს. თითქოს ვერ ვხედავთ, რომ ამას დასასრული აქვს. არის ნერვული წრედები, რომლებიც აღარ აქტიურდება და აღარ ებმება ერთმანეთს. აღარ წარმოიქმნება იგივე ქიმიური ნივთიერებები. შენ აღარ აგზავნი იმავე სიგნალებს, იმავე გენებსა და იმავე ჰორმონებზე. სხეული ცვლილების პროცესშია, ის დისონანსშია. თითქოს წესრიგიდან გამოსულია. და ადამიანების უმეტესობა ისევ ნაცნობ მდგომარეობას უბრუნდება და ამბობენ. ეს სწორად მეჩვენება. მაგრამ არა, ეს უბრალოდ ნაცნობია. ამიტომ თუ ადამიანი საკუთარ ცხოვრებაში გაჭედილია, ცვლილების პირველი ნაბიჯი არის საკუთარი აზრების გამოკვლევა. ყურადღების მიქცევა იმაზე, როგორ ლაპარაკობ და როგორ იქცევი და იმ ემოციებზე დაკვირვება, რომლებიც წარსულთან გაკავშირებს. და ბოლოს უნდა გადაწყვიტო, ეს ემოცია ეკუთვნის თუ არა ჩემს მომავალს.